დაგიბრუნდით რეკლამის შემდეგ. ძალიან საინტერესო სტუმრები დაგახვედრეთ და რა თქმა უნდა თემაც ძალზედ საინტერესოა. ალბათ ყველას გსმენიათ პარაოლიმპიური კომიტეტის შესახებ, მაგრამ სამწუხაროა რომ არც თუ ისე ბევრ ადამიანს სმენია და არც თუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის იმ ადამიანების სახელები, რომლებიც არიან ამ გაერთიანების წევრები, ანუ სპორტსმენები. და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უნიჭიერესი ადამიანები არიან, რომლებსაც საქართველოს ფარგლებს გარეთ მართლაც რომ ძალიან ბევრი ჯილდო და გამარჯვება აქვს მოპოვებული და როგორც სამორიმ აღნიშნა, მათ ევროპაში მართლა ძალიან კარგად იცნობენ, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენვე მათზე ყველაზე ცოტა გსმენია და ვიცით. ამიტომ გადაწყვეტეთ რომ მოგვეწვია ისინი დღეს ჩვენთან სტუდიაში და იმედი სტილის ეთერის მეშვეობით გვინდა რომ უკეთ გაგაცნოთ მათი სახელები. და სპორტსმენების გარდა ჩვენი სტუმრები არიან დღეს პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლელა აფციაური და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე. დილამშვიდობის. ახლა კი სპორტსმენები. მოცურავე ნიკა თვაური, რომელიც მართლაც ვირტუოზულად ცურავს, მიუხედავად იმისა, რომ უსინათლოა. ძალოსანი იაგო გორგაძე, რომელიც საოცრებებს ახდენს შტანგასთან. ალბათ მიხვდებით რომ ვიზაც არის საუბარი. მოფარიკავი ირმა ხეცურიანი, რომელიც მალე დემონსტრირებას მოახდენს თავისი ოსტატობის. დილამშვიდობის და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ დილიდან ხართ ჩვენი სტუმრები. ქალბატონო ლელა, უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ თქვენგან. როდის დაარსდა გვაინტერესებს საქართველოში პარაოლიმპიური კომიტეტი? მოგესალმებით. საქართველოში პარაოლიმპიური კომიტეტი, საერთოდ პარაოლიმპიური მოძრაობა 2003 წლიდან იღებს სათავეებს, მაგრამ თვითონ საერთოდ საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტი დაარსდა 99 წელს და საქართველოს შემდგომში გაერთიანდა 2003 წელს გაერთიანდა ამ ძალიან დიდ ოჯახში. პარაოლიმპიური მოძრაობა სათავეს იღებს 1958 წლიდან და პირველი თამაშები, რომელსაც პარათამაშები ერქვა, ჩატარდა ასევე 58 წელს. მისი დაარსება არის ნეიროქირურგ ექიმთან დაკავშირებული გუტმანთან, რომელმაც იფიქრა ბევრი და მოიფიქრა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ინტეგრაცია მოეხდინა სპორტის საშუალებით. ხოლო პარაოლიმპიური მოძრაობა უკვე 1988 წლიდან სეულის ოლიმპიური თამაშებიდან დაერქვა. ამ თამაშების შემდეგ დაეთმო დარბაზები, მოედნები ოლიმპიური თამაშების შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენებს. და აქედან იწყებს ათვლას პარაოლიმპიური თამაშები. თვითონ პარამოძრაობა აი 58 წლიდან არის. საქართველოში ანუ უკვე 10 წელი გამოდის, რაც საქართველოში არსებობს. დიახ, 10 წელი გავიდა უკვე რაც საქართველოში არსებობს, თუმცა ეს თქმედითი ნაბიჯები შეიძლება ითქვას, უკვე რომ ემჩნევა განვითარება 2007 წლიდან. და ირაში გამოიხატება ეს და რა თქმა უნდა იცით გვაინტერესებს თუ რა სპორტის სახეობებია გაერთიანებული პარაოლიმპიურში და რამდენი სპორტსმენი ყავს ჩვენ დღესდღეობით. საერთოდ პარაოლიმპიურ მოძრაობაში 20-ზე მეტი სპორტის სახეობაა გაერთიანებული. საქართველოში ჯერჯერობით განვითარებულია 6 სპორტის სახე და კიდევ ვითარდება ყოველ შემთხვევაში პარაოლიმპიური კომიტეტი, ოლიმპიური კომიტეტი, სპორტის სამინისტროსი, ჩვენი პარტნიორი ბიპის დახმარებით დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ ორგანიზაციას, კიდევ 6 სპორტის სახის განვითარებას აპირებს. იქნებ ჩამოგვითვალოთ საინტერესოა. ეს არის მშვილდოსნობა, წოლჭიმი, ფარიკაობა, ცურვა, კანოე, აგერ სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა ამას წინათ კანოეში. ისინი შემოგვიერთდებიან შემოგვიერთდებიან. განვითარებულია აგრეთვე სროლა. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს სროლაში. განვითარებას ფარიკაობა, უკვე ვახსენე დიახ ფარიკაობა. აგრეთვე აპირებთ განვითარებას მჯდომარე ფრენბურთის ეთლით-მოსარგებლეთა რაგბის, განვითარებულია აგრეთვე ეთლით-მოსარგებლეთა ცეკვა და ძალიან კარგი შედეგები აქვს ჩვენ მოცეკვავებს, რა თქმა უნდა, ესეც პარაოლიმპიური სახეობაა და არ იფიქროთ რომ სპორტული ცეკვები. არა პარაოლიმპიური სახეობა მკლავჭიდი და აქაც ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, მკლავჭიდსაც ჩვენ ვფარველობთ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თითქმის ყველა სპორტის სახეს ჩვენ ვფარველობთ და პარარაგბი გითხარით, ეთლით-მოსარგებლეთა რაგბის განვითარებას ვაპირებ, ძალიან საინტერესო, არანაკლებ აზარტულია რაგბის თამაშების მსგავსია, ოღონდ დარბაზში ტარდება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრს ვაპირებ. გეგმები ბევრია, მოკლედ ჩვენ და სასიხარულოდ და ვცდილობთ ჩვენი აი ეს როგორც უკვე თქვი ბიპის დახმარებით
სპორტის სამინისტროს და ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით იმედი მაქვს, რომ პარაოლიმპიური მოძრაობა განვითარდება საქართველოში და ისევე პოპულარული იქნება, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებშია. ჩვენ კი გვეხარია ძალიან, რომ ჩამოთვლილი რამდენიმე სპორტის სახეობის წარმომადგენლები დღეს ჩვენთან არიან. დიახ, ნამდვილად. და რადგან ვახსენეთ ოლიმპიური კომიტეტი, შეგვიძლია ვისაუბროთ იმ თანამშრომლობაზე, რომელიც გააჩნია ოლიმპიურ კომიტეტს, პარაოლიმპიურ კომიტეტთან და უბრალოდ დაწვრილებით ვისაუბროთ თუ რაში გამოიხატება ეს თანამშრომლობა. გესალმებით კიდევ ერთხელ. მე მსიამოვნებს, რომ როგორც იქნა საქართველოში პარაოლიმპიურ მოძრაობას დაეთმო ყურადღება და ვიმედოვნებ, რომ ოლიმპიური კომიტეტიც ძალიან აქტიურად ჩაებნება მოძრაობის განვითარებაში, მხარში დაუდგება ამ სპორტსმენებს, ყველანაირად ხელს შეუწყობს და თან მინდა აღნიშნო, რომ ახლა თქვით, რომ პარაოლიმპიური თამაშები სეულის ოლიმპიადიდან მოდის, ესე იგი ჩემთან ერთად მოდის. ერთი ხნის ვართ ამ მოძრაობაში ჩაბმული და ყოველთვის გული მწყდებოდა, რომ მე ხედავდი არა მარტო ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, უნარშეზღუდული სპორტსმენები ამ თამაშებში მონაწილეობას და ჩვენი ქვეყნიდან არავინ არ იღებდა მონაწილეობას. ძალიან გული მწყდებოდა, რადგან ვიცოდი, რომ არსებობენ ესეთი ადამიანები, რომლის მაგალითს ალბათ ყველა უნდა მივბაძოთ მათ მაგალითს, იმიტომ რომ ესენი არიან სული ძალიან მაღალი სულის ძალიან მაღალი მქონე ადამიანები და ამიტომ არ ვიცი ამათ ხელი შეწყობა კი არა, პირიქით რაც ჩვენ დავიკლოთ ყველაფერი, რომ ამათ ყველანაირად ხარში ამოუდგეთ. და ოლიმპიური კომიტეტი ყველანაირად ხარში დაუდგება ამ მოძრაობას და მე ჯერა რომ ქალბატონი ლელა აი მართლა ისეთ მონდომებულია, რომ თავისი ოჯახიც კი დაავიწყდა მას, რომ ისე ყურადღებით ხედავს ამ სახეობებს. მისთვისაც მადლობას გიხდით ქალბატონო ლელა. თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა და ნიკასთან გადავინაცვლებთ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დილამშვიდობის. ნიკა როდის დაეუფლე ასე ძირფესვიანად ამ სპორტის სახეობას და მოხდა ეს ანუ იყავი ჩართული ამ სპორტის სახეობაში თავიდანვე თუ მერე მოხდა ის რაც მოხდა? ესე იგი თავიდანვე ვიყავი, ბავშვობიდან ვიყავი სპორტსმენი, კონკრეტულად რაგბის თამაშობდი და მე რაც მხედველობასთან პრობლემები შემექმნა, ეს ჭრილობების გამო დავკარგე მხედველობა და რამდენიმე ოპერაციის გამო მე რამდენიმე ოპერაციის შემდეგ შედეგს ვერაფერს ვერ მივაღწია, მე გადავწყვეტე უკვე ნებისმიერი რაც პირველი იქნებოდა იმ სპორტის სახეობისთვის გავყოლოდი და პირველი ეს იყო ცურვა 2010 წელს იყო ესა და 2011 წლის 3 თუ 4 აპრილს ზუსტად აღარ მახსოვს სოფლიო ჩემპიონატზე ავიღეთ ბრინჯაოს медаლი ეს ხო პირველი საქართველოს დამოუკიდებელ ისტორიაში პირველი წარმატება და პირველი ტიტული შენ ხარ პირველი ვინც მოგვიტანა ეს медаლი ნამდვილად საამაყოა ჩვენ ყოველივე ჩვენგანისთვის ვიცით რომ შენს ანგარიშზე ირიცხება არა მხოლოდ ბრინჯაოს იყო ვერცხლის ოქროს медаლი ჩვენ ძალიან გვინდოდა რომ ეს ყველაფერი აქ ყოფილიყო რომ ჩვენი თვალით გვენახა მაგრამ არა უშავს შენგან მოვისმეთ აი ამ წარმატებების შესახებ და მიღწევების სად არის მოპოვებული ეს медаლები კი მე იყო იტალია ოქროს медаლი და ბრინჯაოს медаლი უკვე და მე იყო ლონდონის პარაოლიმპიური თამაშები და ახლა მაისში ავიღეთ ორი ვერცხლის медаლი ორ კატეგორიაში 100 მეტრში და 200 მეტრ ბრასში სამწუხაროდ სოფლიო ჩემპიონატის ლიცენზია ჰქონდა მოპოვებული კანადაში და რაღაც ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო ვერ მოხერხდა წასვლა რაღაც საელჩოსთან დაკავშირებით თვითონ კანადელებთან რაღაც პრობლემა და ესე მე ვიცი მოაგდელებ მოვიგებ შემდეგში არა ვიცით იმედი გვაქვს ამის და ველოდებით კიდეც და უკვე შემდეგი გამარჯვებით ოქროს медლით ველოდებით პირდაპირ აქ სტუდიაში და აქვე მოგილოცავთ ამ შემდეგ გამარჯვებას იაგოსთან გადავინაცვლოთ მაშინ მოდი შენ იგივე კითხვას დაგისვამთ როგორ მოხდა ამ სპორტის სახეობის შემოსვლა შენს ცხოვრებაში ამ სპორტის სახეობაში და უკაცრავად ბოდიში გვინა მოგეხადოთ იმის გამო რომ ვერ შეგიქმნით ის გარემო რაც თქვა დაგვეხმარებოდა იმისთვის რომ შენი მიღწევების დემონსტრირება მოგეხდინა პირდაპირ აქ სტუდიაში აუცილებლად გამოსწორდება ეს სიტუაცია. ნუ ეს დაიწყო 2004 წლის ოლიმპიადა, როდესაც დამთავრდა, მაგ დროს მე პარალელურად უფრო კლავჭიდის ვიყავი დაკავებული და ამ სპორტს უფრო მივსწრებდი და ვინაიდან არ იყო ეს კლავჭიდი პარაოლიმპიური
უფრო დავინტერესდე მე პარაოლიმპიურით, როდესაც ჩატარდა ათენში ეს ოლიმპიადა და აქედან დავიწყე უფრო აქტიური ვარჯიში და უფრო აქტიურად ხელის მოკიდება ამ საქმესთან, რომ პარაოლიმპიური მხრივ მეღო მონაწილეობა და გადავერთვი, ასე ვთქვათ, უფრო შტანგაზე და გავხდი შტანგისტი, პარაოლიმპიადის შტანგისტი. და პირველად ჩემი დებიუტი შედგა 2006 წელი იყო სამხრეთ კორეაში წავედი ბუსანი, ესეთი მანდ მივიღე პირველად სოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა და იქ მივიღე მონაწილეობა. სამწუხაროდ არ იყო ისე განვითარებული და არ იყო ისეთი გაშლილი თემა და ფართო თემა ამ პარაოლიმპიურთან დაკავშირებით და ესე მარტო მომიწია წასვლა და ესეთი მოვახერხე მე მაინც რომ გავაკეთე ეს მონაწილეობის მიღება და ამის მერე ეტაპობრივად წამოვიდა ნელა-ნელა მოყვა შემდეგ ევროპა, მსოფლიო, პეკინის ოლიმპიადაზე ვიყავი პირველად წასული პარაოლიმპიის სახით და აი ესე ნაბიჯ ნელა-ნელა იქ ბევრი დაყოლებები, ბევრი ხელისშემშლელი ფაქტები იყო, მაგრამ რაღაც ეტაპობრივად გადავლახეთ ეს თანმხვედრი არის ცხოვრებისეული. და ეხლა ნელა-ნელა მივყვებით, ემზადებით კონკრეტულად ეხლა რაიმე ჩემპიონატისთვის. კი, ეხლა მომავალ წელს 2014-ში არის ძალიან დიდი მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება დუბაიში. საერთოდ დუბაი ის ქვეყანა არის, რომელიც ხშირად მასპინძლობს ესეთ შეჯიბრებებს და ძალიან ძლიერი სპორტსმენები ჩამოდიან სხვათაშორის ესეთ მდგომარეობაში. და ძალიან დიდი კონკურენციაა დუბაიში და საერთოდ ესეთ მსოფლიო ჩემპიონატებზე ესეთ. კარგად მომზადებაც არის საჭირო. კარგად მომზადებაც არის საჭირო, აქ ძალიან ბევრი ფაქტორი არის თვითონ სპორტსმენისთვის. აქ არის მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პიპის, რომელიც გვერდში გვიდგას და არაერთი ნაბიჯი გადადგა ჩვენს მიმართულებით, რომ ჩვენ უფრო მეტი შესაძლებლობა და საშუალება გამოგვევლინა ჩვენ სპორტის საქმიანობაში. ნუ კარგი იქნება თუ სხვაებიც მიბაძავენ. არ იქნება ცოდი. ჩვენ კი იმედი გვაქვს რომ აუცილებლად მოიპოვებთ ამ ჩემპიონატზე წარმატებას. შემართებით ვართ განწყობილი მსოფლიო ჩემპიონატისათვის და ეს არის შემდგომი ლიცენზიისა და ტურნირის რიოს სამკვლელი ის არის ეს უკვე შეჯიბრებები. წარმატებას გისურვებ და ჩვენ თქვენს გვერდში ვართ როგორც შეგვიძლია ყველანაირად. გისურვებ წარმატებას ნამდვილად და გადავინაცვლოთ ფირმასთან. დილონ მშვიდობის კიდევ ერთხელ. დილონ მშვიდობის. თქვენს სპორტის სახეობაზე გსურს ვისაუბროთ. არც თუ ისე ხშირად ინტერესდებიან ქალბატონები ამ სპორტის სახეობით. შენ შემთხვევაში რა მოხდა? ჩემ შემთხვევაშიც თავიდან დიდი დაინტერესება აქვს, რომ სანამ არ ვცადე პირველი ვარჯიშის შემდეგ უკვე დამერწმუნეთ, რომ ისეთ აზარტში შედიხარ, რომ გაინტერესებს. ხმაოდ აზარტულია, ხო? კი, ძალიან საინტერესო სპორტია სხვათა შორის, ძალიან ესთეტიური, ლამაზი და ძალიან ინტელექტუალური სპორტია, საკმაოდ. და თავი რომ აზარტში შეყავხარ და ერთი-ორი ვარჯიში და მე ვეღარ ბრუნდები შედებაზიდან სახლში ისე გულგრილი. მე რა შემეხება დიდი ხანი არ არის რაც ვარჯიშობ არის სულ 4 თვე სრულად. მაგრამ ინტენსიური ვარჯიში მიმდინარეობს. ჩემთან ერთად ვარჯიშობს კახატიაშვილი და 2 აწი შემოგვიერთდებიან თემდადიანი და ალეკო. მოგყვეთი ალეკო ქარიარისი. და ვაპირებთ შემდგომისთვის, ანუ 2016 წლის რიოს ლიცენზიის მოპოვებას. იმედი მაქვს რომ ანუ წარმატებებს მივაღწევთ, გავყვებით ჩვენ დიდი პარაოლიმპიელების გზას. ანუ გულისხმობ ნიკუშას და იაგოს და ბევრი გვაყოლება მიგე გამოვწევთ 10 პარაოლიმპიური კომიტეტი, ბევრ სპორტსმენებს, პარასპორტსმენებს. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა მიღწევა ჯერ კიდევ წინ არის და წინ არის ის სანახაობა, რომელსაც ახლა მოგვიწყობ ჩვენ. ძალიან გვიხარია, რომ ვინად დაუძახოთ ნიკა ბარათაშვილს, რომელიც არის საქართველოს ნაკრების წევრი ფარიკაობაში და ასევე არის საქართველოს ჩემპიონი, რამდენადაც ვიცით. ის დაგეხმარება იმისთვის, რომ იმაში რომ აქვე მოვაწყოთ დემონსტრირება შენი, ესე ვთქვათ. ვერ შეკვირდებით, რომ ნიკუშას მოვუგებ. სპორტული ხელოვნების ნაკლებად ხო. მაინც და მაინც. ეს არის ადამიანი, რომელსაც გაკვეთილი უნდა დილონ მშვიდობა ნიკუშა, დილონ მშვიდობის. და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ხარ დღეს დილიდან. და დავიფარო. მოგარადე. ხო.
ახლა შეგვიძლია ვიხილოთ სანახაობა. ნამდვილად, ძალიან საინტერესოა. ესეთი სამეფო სპორტია. არისტოკრატული. და დახვეწილი. ნამდვილად. და ქალბატონსაც ძალიან უხდება. ქალბატონს ნამდვილად უხდება. გრაციოზული. აჰა, დემონსტრირება. შენ სამარტყი. ხოდიში? ძალიან საინტერესოა. ამ სპორტში გარკვევის შემდეგ უფრო და უფრო საინტერესო გახდება დარწმუნებული ვარ, რადგან ესეთი ზუსტ მოძრაობებს მოითხოვს ძალიან და ну ეტლი არის დამაგრებული ბილიკებზე. შეგიძლიათ მოგვახსენოთ. ისე ხდება ფარიკაობა. მართლა ძალიან საინტერესო სპორტის სახეა და ძალიან ბევრი არის ამ. შვენიერი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. აპლოდისმენტებს სიმსახურებ. ძალიან საინტერესოა. გავაგზავნებთ აუცილებლად ამ საინტერესო საუბარს. კიდევ შემოგვიერთდებიან სხვა სტუმრები, ოღონდ რეკლამის შემდეგ.